ინტელექტი ფიქსირებული უნარი არაა და ყველას შეუძლია გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება ასაკის, წარმოშობის ან შეზღუდული უნარის მიუხედავად. ამის წარმატებული გზა კი სხვა ადამიანის შუამავლობა, ანუ მედიაციაა. ეს იდეა როივენ ფოიერშტაინის თეორიას ეფუძნება. ის ფსიქოლოგი იყო და 1950-იან წლებში ჩრდილოეთ აფრიკიდან ისრაელში იმიგრირებულ ბავშვებთან მუშაობდა. იმისთვის, რომ გაერკვიათ სკოლაში რომელი კლასის დონეზე იყვნენ, ბავშვები მრავალი ტიპის დავალებას აკეთებდნენ, მათ შორის IQ ტესტებსაც. შეფასების დროს ფოიერშტაინმა შეამჩნია, რომ ზოგიერთი ბავშვი ახალ ამოცანას ადვილად ითვისებდა, ზოგი კი ვერა. ახლო დაკვირვების შედეგად კი აღმოაჩინა, რომ პირველი ჯგუფი ისეთ ოჯახებში იზრდებოდა, სადაც ადგილობრივი კულტურა თაობიდან თაობას გადაეცემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ბავშვების გონებას სხვა ადამიანების მედიაციით საკმარისი რაოდენობით ჰქონდა მიღებული სწავლის გამოცდილება. მეორე ჯგუფი ჩამოშორებული იყო თავის კულტურას, ამიტომ ბუნებრივად სწავლის გამოცდილება არ ჰქონია. ფოიერშტაინმა ჩამოაყალიბა მეთოდი და სწავლების ორი სახე გამიჯნა: პირდაპირი და არაპირდაპირი. ბავშვებმა, რომლებიც მხოლოდ პირდაპირი გზით სწავლობდნენ, შეიძლება ვერასდროს მიაღწიონ თავიანთ სრულ პოტენციალს. ხოლო ბავშვებს, რომლებიც არაპირდაპირი გზითაც სწავლობენ, ამის მიღწევა შეუძლიათ. იმ ბავშვებს, რომლებსაც არ ჰქონიათ არაპირდაპირი გზით სწავლის გამოცდილება, ეხმარება მედიაცია. შუამავალი აკონტროლებს სწავლის პროცესს, არჩევს ღირებულ მასალას, აღძრავს ბავშვის ცნობის მოყვარეობას, ყურადღებიანია და უკუკავშირსაც გასცემს. დროთა განმავლობაში ბავშვი ეჩვევა ამ გამოცდილებას და შეუძლია მედიაცია საკუთარ თავთან, რაც პირდაპირი გზით სწავლას ეხმარება. სხვანაირად რომ ვთქვათ, მედიაცია აძლიერებს გონების მოქნილობას და შედეგად ბავშვი უფრო ეფექტურად სწავლობს. სწორედ ესაა ინტელექტის არსი. ამ აღმოჩენებზე დაფუძნებით, ფოიერშტაინმა ჩვენი გონებრივი პროგრესის დინამიური შეფასების სისტემა შეიმუშავა და გონებრივი ხელშეწყობის პროგრამა შექმნა. დინამიკური შეფასების სისტემა მედიაციის შედეგად მიღწეული პროგრესის მიხედვით ზომავს სწავლის პოტენციალს. გონებრივი ხელშეწყობის პროგრამა კი ბავშვებსა და მოზრდილებს წიგნებით, საჭირო ხელსაწყოებითა და სხვადასხვა მასალით ამარაგებს, რათა მათ პრობლემის გადაჭრის უნარები გაიუმჯობესონ. ამ მეთოდს ინსტრუმენტულ გამდიდრებასაც უწოდებენ. ფოიერშტაინი ბავშვებთან მუშაობას აგრძელებდა და აღწერდა უნარების საოცარ გაუმჯობესებებს, რომელსაც ბავშვები ინტენსიური მედიაციის შემდეგ აღწევდნენ. იმ ბავშვებმაც კი, რომელთათვისაც სწავლა შეუძლებელი ეგონათ, ჩვეულებრივ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩააბარეს. დღეს ათობით ათას ბავშვს ასწავლიან როივენ ფოიერშტაინის მეთოდების გამოყენებით. განმანათლებლებისთვის მან ასეთი რჩევა დატოვა: თუ არ ხარ მზად, რომ შენი მოსწავლის სიძლიერეს შეხედო, მაშინ ნუ შეეხები მის სისუსტეს. შენ რას ფიქრობ? გჯერა, რომ ყველას შეუძლია ინტელექტის გაუმჯობესება და უკეთესად სწავლა.